გამარჯობათ ადამიანებო. ეხლა მე კარტების დახმარებით და იმ ისტორიული ცოდნით, რაც გამაჩნია, რაც ამ საკითხზე რაც შეგეტყვით, მინდა ვიწინასწარმეტყველო საქართველოს შევა თუ არა ევროკავშირში. რატომ აქ ეს იმედი რომ ვიწინასწარმეტყველებ? არსებობს გარკვეული ცოდნა, რომელიც საზოგადოებამ არ იცის. ნაკლებად იციან რა. თქვენ კარგად იცით, რომ საქართველოს ქვია ჯორჯია, მაგრამ იცით, რომ ჯორჯია მარტო საქართველოს არ ერქვა? არის რუკები ძველებული, სადაც ჯორჯია ქვია საქართველოსაც, ყოფილ ბალკანეთსაც, ბალკანეთის ეხლანდელ სახელმწიფოებს. ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიას შუა აზიის გამგებლებით. ამას სულ ერქვა ჯორჯია. და რატო? კონსტანტინოპოლი, ანუ ეხლანდელი სტამბოლი, ძველი კონსტანტინოპოლი იყო ცენტრალური ქალაქი, ითვლებოდა. და მას ერქვა კრესაპოლისი. ჯვრის ქალაქი და რატო ჯვრის? გარდა რელიგიური დატვირთვის ამ სიტყვის, ასევე ამ ქალაქზე გადიოდა გზები და განივი. პარალელი და მერიდიანი. ეხლა ხო გრინვიჩის მერიდიანი არსებობს, ასე ვთქვათ, ლონდონთან ახლოს, იქ გადის მერიდიანი და ადრე კონსტანტინოპოლზე გადიოდა და კრესაპოლის მაგიტომაც ერქვა. რა ეს ჯვარი იყო? ხოდა. ხოდა. 4 ნაწილად იყოფოდა მსოფლიო. ჩრდილოეთ დასავლეთი ეს არის ევროპა, ჩრდილოეთ აღმოსავლეთი ეს არის ჯორჯია, სამხრეთ დასავლეთი ერქვა აფრიკა და სამხრეთ აღმოსავლეთს ერქვა აზია. აქედან შემორჩა დასახლებები ევროპა, აფრიკა და აზია. ევროპა კონტინენტი შეცდომით იძახიან რომ კონტინენტი კი არ იყო. კონტინენტი მხარეა მეოთხედი. იმდენად შემორჩა ეს დასახლება რომ კონტინენტი ეწოდა. მაგრამ სინამდვილეში კონტინენტი კი არ იყო. ძველი დასახლება და ამ 1/4-ს აღნიშნავდა და ჯორჯია არის რუკები, კაცო. აწერია ჯორჯია, სუ ჯორჯია. და ეს ჯორჯია შემოგჩა მარტო ჩვენ ქართველებს. და არა მარტო ჩვენ ქართველებს, აი ამერიკაში ჯორჯია შემთხვევით კი არ არის დარქმეული. თქვენ წარმოვიდგინეთ, იქამდე გრძელდება ჯორჯია. დედამიწა ხომ გვალია რა და 4-ად რო გაყო. ჩრდილო აღმოსავლეთით რაც არის ხო? სუ ჯორჯია, იმიტომაც ჯორჯიის შტატით თავდება იქ ჯორჯია. იმის ქვემოთ უკვე აზიას ეკუთვნის, ასე ვთქვათ. ძველებული დაყოფით. სამყაროს ძველებული დაყოფით. კონსტანტინოპოლზე რო იყო გასული გზები და განივი. და კრესოპოლისი რო ერქვა, აი ამ ძველებული დაყოფით. ანუ ამერიკა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია. ეს სულ არის ჯორჯია და იწყება ჩვენით. ხოდა შემთხვევითი არ არის, რომ ეს ჯორჯიის შტატი როა იქ და ჯორჯია ქვია. და აი ჩვენი ეს ცნობადობა მაგითაც არის მსოფლიოში, რომ ეგ შტატი როა ჯორჯია, რომ იცოდეთ. და ამით გვიდგას სული სინამდვილეში ჩვენ ქართულ ერს. თორე აქამდე რა მოვიდა და ჩვენ ქვეყანას ხო ვინაიდან რადგანაც ჩვენ დამპრობლები არა ვართ და დიდი ჯარი არ აქვს, იქით არავის არ ვიპყრობთ ხო? ვინც იქით არ იპყრობს, იმას იპყრობენ. და თუ ცნობადობაც არ არსებობს, ისპობა მე ისერი. დამიჯერეთ რა,
აი მაგ ამერიკელებმა იქ ჯორჯია რო დაარქვეს. გამომდინარე სწორედ ძველებური დაყოფიდან ეს რეალობა რასაც გეუბნებით. რეალობა. ამიტომ საქართველოს ხო ევროპაში ევროკავშირში ვერ შევა. გამორიცხული ამას ხელა პირდაპირ ხوار გეტყვიან. იმიტომ რომ ევროპა არა ვართ, ჯორჯია ვართ, კაცო. ევროპა არის 1/4. უბრალოდ შანსი არ არსებობს. ყველანაირი აი ეს უბრალოდ რამ კარტი უბრალოდ რამე არ არის. კარტს თავის პატრონი ყავს. გამიგეთ? და იცით ვინც არის მაგის პატრონი. კარტი უბრალოდ რამე არ არის. გამიგეთ? არსებობს დოკუმენტური ფილმები, შეგძანდით ნახეთ რა დატვირთვა აქვს კარტში ნებისმიერ სიმბოლიკას და მიხვდებით. შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირში არ შევა, ვერ შევა, გამორიცხულია. მაგრამ საქართველოს ამერიკის გვერდით იქნება ყოველთვის. და თქვენ წარმოვიდგინეთ, არც რუსეთი არ არის შორს ამერიკისგან. რუსეთიც ყოველთვის ამერიკის მეგობარი იყო, არის და იქნება კიდევაც. მათ შორის არავითარი პრობლემა არ არის. დამიჯერეთ რა. კრიტიკულ მომენტებში ამერიკა ყოველთვის ეხმარებოდა რუსეთს საჭმლით. კაციუშები რო გაგვიგია ჩვენ კაციუშები რაზე იყო დამონტაჟებული კაციუშები ამერიკულ მანქანებზე რომელიც შედიოდა თურმე ჩერეზ ირანის გავლით და აზერბაიჯანის გავლით შესაძლოა კიდე სხვა ბევრი რაღაც შედიოდა მათ შორის პენიცილინი რო არა ქვეყანა განადგურებული იყო თითქმის იმოდელა დაჭრილები, იმოდელა გაუბედურებული ხალხი, დაავადებული ხალხი. პენიცილინმა გადატეხა მოახდინა მეორე მსოფლიო ომში. და ელემენტარულად მანქანებმა. სადღაც ქონდა საბჭოთა მანქანების წარმოების საშუალება. ყველაფერი იბომბებოდა. თუ სადმე რაღაც ბოლი ამოდიოდა, ხო, იმას ბომბავდნენ. აშტერები კი არ იყვნენ, კაცო. ყველაფერი კამუფლაჟში იყო. რო არა ამერიკის დახმარება მანქანებით. მერე კიდე ამერიკას რო უჭირდა, იცით რომ საბჭოთა კავშირმა მთელი ეს ატომური საწვავი მიაწოდა. რომ არა თურმე საბჭოთა კავშირის აი ბოლო მომენტებში 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის მიერ ატომური საწვავის მიწოდება ამერიკისთვის. ეხლა კაროჩე იძახიან რომ ტუალეტს ვერ ჩარიცხავდნენ ამერიკაში. რუსეთი და ამერიკა ერთად არიან ხალხო. ერთად არიან. ჩვენც იქ ვართ. ქართველი ხალხიც. ამიტომ საქართველოს ნატოში უფრო შევა ვიდრე ევროკავშირში. ეგ უნდა ვიცოდეთ. რეალობა. მაგრამ არც რუსებთან თუ იქნებით არც ის არ არის პრობლემა. იმიტომ რომ გინდა იქ შევსულვარ და გინდა იქ ავყოფილვარ რუსებთან. რუსები ამერიკელები გარეშე თითს არ ანძრევენ ამ ცხოვრებაში. გამიგეთ? აი ევროპა სხვა არის. იქ ცოტა სხვა არა. გამიგეთ? გამოიწერეთ რა არხი, გამოიწერეთ რა, დააჭირეთ რა და დაივიწყეთ. ამა კარგად ხავით.